51.5. ესე იგი ეს ნახშირი წყლები შედის 100 გრამი გრეჩკაში. ესე იგი თქვენ 100 გრამი გრეჩკა შეგიძლია მთელი დღის განმავლობაში ჭამა, არა თითო ჭამაზე. ნახევარი დილით ჭამე, ნახევარი საგამოთი ჭამე. მოდი ახლა გამარჯობა მეგობრებო, როგორ უნდა იმკურნალოთ დიაბეტი წამლების გარეშე სერიის ეს მეოთხე ვიდეოა. იმედია თქვენ ეს სამივე ვიდეო გინახია, თუ არ გინახია, აუცილებლად ნახეთ ჯერ ეს სამი ვიდეო, რომ გაიგო ჩვენ დღეს საიდან ვიწყებთ. ყველა მიცი დიაბეტიანი ადამიანი როგორ ხდება, საჭმელი როგორ უნდა შეადარო, რომელი საჭმელი კარგია, რომელი არა. და ესეც ყველა მიცი, რომ აქ ყველაზე დიდი დანამშავე არის უკვე ნახშირის წყლები. დღის ვიდეოში გეტყვი მეგობრებო, ნახშირის წყლები ყველა ცუდი არ არის. იმიტომ რომელი ნახშირის წყლები კარგია, რომელი ნახშირის წყლები ცუდია. და ამისთვის თქვენ ჭირდება აუცილებლად გქონდე გვერდზე კალკულატორი, პასტა და პურცელი. დღეს გასწავლით როგორ უნდა დაითვალოთ, რომ ეს ნახშირის წყლები ჩემთვის კარგი არის თუ არა. ჭამის შემთხვევაში რა მოხდება. და ეგეც არის, რომ დიაბეტის დამარცხვა არის ორი გზით. ერთი დისციპლინა, მეორე ცოდნა. იმიტომ ჩემი თხოვნა იქნება ჯერ ეს ვიდეო ყველას გაუგზავნე, რომ უფრო მეტი და მეტი ეგეთი ადამიანს შევხვდე, ვისაც აწუხებს დიაბეტი. მეფე სოლომენის ერთი ნათქვამია მეგობრებო, რომ ადამიანს ერთი ხასიათი აუცილებლად უნდა იყოს, ეს დეტალებში შესულა. თქვენ თუ ისწავლეთ დეტალებში შესულა, როგორი ნახშირის წყლები, რამდენი გრამი, ეს ყველაფერი დათვლა რომ დაიწყებ და ისწავლე, იქ პრობლემა მოგვარდება დიაბეტის. იმიტომ ეს საჭმელის პრობლემა, თქვენ დეტალებად ეტიკეტების წაკითხვა თუ ისწავლე, ვეგარ მოგატყუებს ვერავინ. ნახშირის წყლის მეგობრებო, სრული ფორმულა არის C6H12O6. ეს არის მეცნიერულად ამ ნახშირის წყლების ფორმულა. როგორც უკვე წინა ვიდეოსიც ისწავლე, ცხიმი, პროტეინი, ნახშირის წყლები, სამი არის მთავარი კომპონენტი და იქ არის ბოჭკოვანიც, მეოთხე. მოდი დავიწყოთ ცხიმიდან. თქვენ რო ჭამს ძეთი, ჯოგი ჭამს ერბო, ძეთი, ძეთუნი, ნებისმიერი ძეთი. ჭამა შეიძლება? ნებისმიერი ძეთის ჭამა შეიძლება დიაბეტში, იმიტომ აქ არის სრულად ცხიმი. აქ ნახშირის წყლები არ შედის, რადგან ნახშირის წყლები აქ არ არის, სიცხილში გლუკოზის დონე არ დაიმატება და ნებისმიერი ძეთი შაქრიანი დიაბეტიანი ადამიანისთვის ჩვეულებრივი საჭმელით შეიძლება გამოიყენო. მეორე არის პროტეინი. კვერცხი, ყველი, თევზი, ნებისმიერი ხორცი, აქ შედის პროტეინი. ეს პროდუქტი ჭამის მერე თქვენი სიცხილში არ მოიმატება გლუკოზის დონე. იმიტომ აქ ნახშირის წყლები არ შედის. ნახშირის წყლები არის მარტო მიზეზი, რომ დიაბეტიანი ადამიანი იმ წამლებზე რო არის. ეხლა ბოსტნეული მეგობრებო. 70-დან 80%-მდე დაახლოებით სინესტეა წყალია. ცოტა რაოდენობით არის პროტეინი, ჯოგი ბოსტნეულში და დაახლოებით 9-10% აქ შედის ნახშირის წყლები, რომელიც მინიმალურია. მაგის ჭამის მერე თქვენი სიცხილში არ დაიმატება გლუკოზა და ინსულინი არ დაგჭირდება ზედმეტი. ეგეთი ბოსტნეული, რომელიც მიწიდან ქვევით მოდის. ქართოფილი, ტკბილი ქართოფილის მოდაშია ძვირი რო იყიდება. ეგეც ჯოგი ადამიანს არ უხდება ჭარხალი. იმიტომ იქ როგორც ქართოფილში ცოტა სახამებელი შედის, რომელიც იგივე ნახშირის წყლებია. პირდაპირ ნახშირის წყლები არა, სახამებელი შედის და ეს ნახშირის წყლებზე უფრო საშიშია. იმიტომ თუ დიაბეტი გაქვს, მიწის ქვეში, რომელიც ბოსტნეული მოდის,
ეს ცოტათი უნდა შეერიდო. ზევით რომ მოდის ფორთლები, აი კიტრი, პამიდორი ზევით რომ მოდის, ეგეთი ბოსტნეულის ჭამა ნებისმიერი რაოდენობით, ნებისმიერი ხილეული და თესლეული. ნუში, კაკალი, ჩირეულები მეგობრებო. აქ კიშმიში არა. მარტო სადაც ძეთია. იმიტომ როგორც მიწის თხილი, აქ დაახლოებით 50% ძეთია, 25%-მდე პროტეინია, რომელიც კარგია, 5-დან 10%-მდე სინესტეა, რომელიც წყალია, 5-დან 10%-მდე ბოჭკოვანია, 10%-მდე ნახშირისწყლებია, რომელიც მინიმალურია და დიაბეტის დროს ნებისმიერი თხილეული და თესლეული ჭამა შეიძლება. თხილი მეგობრებო. თხილში ზედმეტი წყალია, მაგრამ ფრუქტოზაც არის, რომელიც იგივე შაქარია, მაგრამ აქ კენკროვანი ნებისმიერი თხილში ბოჭკო უფრო მეტია და ნახშირისწყლების რაოდენობა ცოტა, მაგრამ მაინც გინდა კენკროვანია, გინდა ნებისმიერი ხილია, გინდა ვაშლია. მოდრეთ, ანუ არ შეიძლება ბევრი, ანუ დიდი რაოდენობის ჭამა არ შეიძლება. მეგობრებო, ოსპის ოჯახი, ბურგული, ბარდა, ნებისმიერი ოსპის ოჯახი. ეგეც ხილისავით მოდრეთ უნდა ჭამო. აქ დაახლოებით 50%, ანუ ნახევარი რაოდენობა ნახშირისწყლებია, დანარჩენი 25%-მდე პროტეინიც არსებობს, რომელიც კარგია, მაგრამ მაინც ნახშირისწყლები უფრო მეტია. იმიტომ მოდრეთ ცოტა ჭამა შეიძლება, როგორც ლობიო. და ეხლა გასწავლი მეგობრებო, როგორ უნდა დაითვალოთ ნახშირისწყლის რაოდენობა თქვენ რო ჭამს ნებისმიერი საჭმელი, იმაში ზუსტი რამდენი შედის, იმიტომ უკან ზუსტი არ წერია. თქვენ როგორ უნდა დაითვალო, ეხლა გეტყვი. ბოლოს მოვიდა მეგობრებო მთავარი მარცვლოვანი, ანუ პური, ბრინჯი, გრეჩხა, ნებისმიერი პური, ნებისმიერი რამით გაკეთებული არა აქვს მნიშვნელობა. სადაც შედის დიდი რაოდენობით 80%-ზე მეტი, 70-80% მეტის ნახშირისწყლები, მაგრამ ბოლომდე არ უნდა მიატოვო ეს საჭმელი. მინიმალური დონეზე უნდა ჭამო და უნდა დათოლა უნდა იცოდე. net carb მეგობრებო. ჩვეულებრივი ნახშირისწყლები ერთია და net carb ქვია ზუსტი ნახშირისწყლები დათოლა უნდა იცოდე. ეხლა ზუსტი ნახშირისწყლები როგორ უნდა დაითვალოთ? თქვენ შედიხართ ეტიკეტზე. ეტიკეტზე ხო წერია ნახშირისწყლები. თუ ნახშირისწყლებია 100, ცოტა ქვევით მოდი, დაბლა წერია fiber, ანუ ბოჭკოვანი. ნახე ესე სურათში. ეს არის ბოჭკოვანი. რამდენია გრამი? თუ არის 10 გრამი ბოჭკოვანი შედის. გააკოფინე 100-დან 10, ანუ ბოჭკოვანი, რომელიც არ გადამუშავდება პირდაპირ ჩვენი ნაწლავიდან გარეთ მიდის ტუალეტში, რომელიც არ აწევს სიცხლში გლუკოზის დონე. მარტო აწევს დარჩა 90 გრამი. 100-დან მოაკელი 10, დარჩა 90. თუ თქვენ ჭამე 100 გრამი ნახშირისწყლები თელი დღის რაოდენობაში, მაშინ გლუკოზის დონე ზევით წავა და არადროს არ მოხვა წამლებიდან. დიაბეტიანი ადამიანმა თელი დღის რაოდენობაში მაქსიმალურად 60-დან 65-70-მდე ნახშირისწყლები უნდა ჭამო. ეს თელი დღე. თუ საჭმელი ჭამო ორჯერ, ნახევარი დილის უნდა ჭამო, ნახევარი საგამოთი. და რომელი საჭმელი უნდა ჭამო, ნახშირისწყლები რომელი უნდა ჭამო, ეხლა დავითვლით ზუსტი ნახშირისწყლები. პირველი ნახშირისწყლები, რომელიც ჭამს ადამიანი, გრეჩხა. ნახე მეგობრებო, ესე უნდა მოძებნოთ თქვენც. გრეჩხაში არის 71.5 გრამი ნახშირისწყლები. ქვევით ჩამოდი, fiber რო წერია, ეს არის ბოჭკო,
-10 რა გამოვიდა 61.5. ესე იგი ეს ნახშირი წყლები შედის 100 გრამი გრეჩკაში. ესე იგი თქვენ 100 გრამი გრეჩკა შეგიძლია მთელი დღის განმავლობაში ჭამა, არა თითო ჭამაზე. ნახევარი დილით ჭამე, ნახევარი საგამოთი ჭამე. მოდი ახლა ჯვირფასი, რომელიც კარგი ეძახიან ჯანმრთელობისთვის, კინოა, ჯვირი იყიდება. ისევე ესე 100 გრამ კინოაში ნახე 68.9 გრამი ნახშირი წყლებია, 6 გრამი აქ არის ბოჭკო, ფაიბერ, რა გამოვიდა 62 დაახლოებით ნახშირის წყლებია. ესე იგი გრეჩკა უკეთესია ვიდრე კინოა. თუ გააქვს დიაბეტი, არ გინდა ზედმეტი ფულის დახარჯვა, დახარჯე გრეჩკაში, რომელი იაფიგირს. და იგივე კინოა თუ ჭამს, ნახევარი, ანუ 50 გრამ დილით ჭამე, 50 გრამი საგამოთი ჭამე. მოდი ახლა ლობიო. ყველას უყვარს ლობიო. 100 გრამ ლობიოში 60 გრამ ნახშირი წყლები შედის. მაგრამ კარგი რა არის აქ, რომელიც კინოაშიც არ არის ძალიან. გრეჩკაში ბოჭკო არის, ბოჭკო 24 გრამი. ბოლოს რა გამოვიდა? 36 დაახლოებით. ორივეზე საუკეთესოა. დილით ჭამე და საგამოთი ჭამე. დარჩები იმ რაოდენობაზე ქვევით, რომელიც დიაბეტიანი სტანდარტული ადამიანმა ნახშირი წყლები უნდა ჭამო. ანუ დაახლოებით 150 გრამი ლობიოს ჭამა შეგიძლია. ეხლა დილით რო ჭამს ყველა გერკულესი, 100 გრამ გერკულესში შედის 66.27 გრამი ნახშირი წყლები. აქ შედის 10 გრამი ბოჭკო, ფაიბერი, გამოაკლეთ 56 დაახლოებით დარჩა ნახშირის წყლები. ისევე ესე არის ეს გერკულესიც, დილით შეიძლება 50 გრამის ჭამა და საგამოთი შეიძლება 50 გრამის ჭამა. მაგრამ არადროს ნახშირი წყლები მე რო თვლით მეგობრებო, ცარიელა არა ჭამო. აქ უნდა იყო ყოველთვის ცოტა გველი, ცოტა კიტრი პომიდორის სალატა, ცოტა ცხიმი. ანუ თებში ესე უნდა გააკეთო. მარტო 50 გრამი გერკულესში თუ ჭამე ცარიელა კუჭზე, კატასტროფა იქნება, წავა ძევით გლუკოზის დონე. პური 100 გრამ პურში შედის დაახლოებით 50.61 გრამი ნახშირი წყლები. ყველაზე უბედური აქ რა არის? ბოჭკო, ნახე, ყველაზე ნაკლებად ბოჭკო არის 2.4, რომელიც ძალიან ცოტა და ბოლოს დარჩა 48 გრამი სწრაფად გადამუშავებელი ნახშირის წყლები, რომელიც არ შეიძლება გაიგებ ნახშირი წყლები როგორ უნდა დაითვალოთ. ნახშირი წყლები მინუს ბოჭკო იმდენი გრამი მოვა და იმ მიხედვით ჭამე დღეში 60 მაქსიმუმ შეგიძლია რომ ჭამო. თუ გინდა დიაბეტი დამარცხო მარტო კვებით. ხვალ გეტყვი რა საჭმელი ჭამის მერე რამდენი ციფრით შეგიძლია სიცხვილში გლუკოზის დონე მოიმატო. იმიტომ რას გრმაში შეხვალ უფრო მეტი გაიგებს. გააზიარეთ მეგობრებში, გამოიწერე არხი, ყოველთვის ჯანმრთელობას გისურვებთ.